მოგესალმებით ყველას. ახალი საჯარო გაშლით დაგიბრუნდით. დღეს მექნება ერთვარიანტიანი საჯარო გაშლა. ესეთი შეკითხვით, რა ხდება ახლა თქვენს შორის და რა იქნება სამომავლოდ. სანამ გაშლას დავიწყებ, მინდა რომ გადაგიხადოთ მადლობა იმისთვის, რომ მენდობით, იმისთვის, რომ რჩებით ჩემს არხზე, თქვენი აქტიურობისთვის, ლაიქებისთვის, კომენტარებისთვის და ასე შემდეგ. ჩემი ძალიან დიდი მადლობა თქვენ აი ამ ხელა სიყვარულისთვის და ნდობისთვის. ეხლა, რაც შეეხება გაშლას, მე შეგახსენებთ, რომ მაქსიმალურად მოდუნდით, ეცადეთ, რომ კონცენტრირდეთ მხოლოდ იმ პიროვნებაზე, ვიზეც ეხლა თქვენ აპირებთ, რომ ჩაიფიქროთ და ხელები და ფეხები არ გადააჭორებინოთ. ერთი ვარიანტი გვაქვს აქ, როგორც უკვე გითხარით, რა ხდება თქვენს შორის. და რა იქნება. სამომავლოდ რა იქნება. ახლა ამ წუთას ასეთ პასუხს მიჩვენებს, რომ ამ მოცემულობაში თქვენ უფრო სტაბილური, უფრო დინჯი და უფრო ერთგვაროვანი განწყობა და დამოკიდებულება გაქვთ ამ ურთიერთობაში და ამ ადამიანის მიმართ, ვიდრე თვითონ ამ ადამიანს, იმიტომ რომ მისი მხრიდან ჩანს ესეთი განწყობა, რომ შესაძლებელია რაღაც საკითხებთან მიმართებაში განგსჯიდეთ, გაკრიტიკებდეთ, შეიძლება ცოტა მკაცრი დამოკიდებულებას კი ჰქონდეთ თქვენთან მიმართებაში, ჰქონდეს უბრალოდ, მაგრამ მეორეს მხრივ აი რის გამოც გაკრიტიკებთ, ზუსტად ის მოწონდეს. შეიძლება ეხლა აქ რასაც უყურებ, მე ესე აღვქვი, რომ ადამიანს აქვს თავის შინაგანი ჩარჩო, რაღაც მორალი, რომელიც სინამდვილეში არის დასწავლილი გარესამყაროდან, რომ აი ეს უთხრეს, რომ პირობითად შენთვის მისაღები უნდა იყოს ეს და ეს რომ ისწავლა ჩაებერს და გონებაში, მაგრამ სინამდვილეში საერთოდ არ ეთანხმებოდეს შინაგანად, მაგრამ ვერც იმ სტერეოტიპებს გაურბის. ვერც სიახლები ვერ შემოაქვს მის ცნობიერებაში და ამიტომ ზუსტად არის თქვენში რაღაც ისეთი, რაც ამ ადამიანს ძალიან იზიდავს, ძალიან მოსწონხართ, მაგრამ იმიტომ რომ მისი აღზრდა, მისი შეხედულებები, სტერეოტიპები, კლიშეები ვერ ათავისუფლებს ამ ადამიანს და ვერ უშვებს თქვენამდე. აი ეს არის, რაც ახლა ხდება თქვენ შორის და თქვენ ძალიან ესე სტაბილურად, მშვიდად, თქვენში უფრო რაღაცა თავისუფლად გამოხატული ემოციები, ურთიერთობის დასტაბილურების სურვილი და ასე შემდეგ. ანუ როგორც ესეთი გეუბნებით ამ ადამიანს მოწონხართ, განა არა, მაგრამ აი ვერ არა, რაღაცას ვერ გადააბიჯა. კარგია, დავაზუსტოთ. რა ხდება ახლა? ჩემი გოგო-ბიჭები, ვინც მიყურებთ და მისმენ, რა ხდება ამ ვარიანტში და ამ გაშლაში, ვინც მისმენს? რა ხდება? ეს როდის გადმოვარდა?
იმოძჯერ ამას ვიტყვი რომ არ დამეფაროს არკანები და არ დამავიწყოს მე სასქველი. რა ხდება თქვენ შორის და ეს ადამიანი წეღანას თქვი და ეხაც ვიმეორებ, არის ძალიან ტრადიციული. შეიძლება იყოს ძალიან რელიგიურიც და აი მისი ეს რელიგიური ცხოვრება შეიძლება ხდებოდეს დაბრკოლება თქვენს ურთიერთობაში, იმიტომ რომ შეიძლება მის ჩარჩოებში ვერ ჩდებით და არის ზუსტად ეგ თქვენი ხასიათი და თქვენი განსხვავებულობა, ის რაც ამ ადამიანს ესოდენ იზიდავს თქვენში. მაგრამ აი ძალიან მერყეობს. ერთის მხრივ არის მისი ეს აი ჩაკირული აზროვნება, ის შეხედულებები, რომელთაც მთელი ეს დრო ადამიანი ცხოვრობდა, სანამ თქვენ გაგიცნობთ და სანამ თქვენ გამოჩნდებოდით მის ცხოვრებაში და მეორეს მხრივ ეს ადამიანი ფიქრობს იმას, რომ თქვენი შეხვედრა შემთხვევითი არ არის, თქვენ შემთხვევით არ გაგიცნიათ ერთმანეთი, თქვენ თითქოს აი ბედის წერისგან მოსულ ადამიანად აღგიქვამ. თითქოს აი ადამიანის შეგრძნება აქ, რომ აი თქვენ ხართ ის საბედისწერო ადამიანი რა, რომელიც რაღაცა მის ცხოვრებაში უნდა რომ თავის გვერდით ყავდეს და რეალურად აქ სიყვარულის მომენტიც, მაგრამ მაქსიმალურად ცდილობს დაფაროს, თავის თავში დაიტოვოს. იმიტომ რომ ეხლა თითქოს თქვენც უფრო გაცივდით ამ ადამიანის მხრიდან ესეთ დამოკიდებულებას რო აწყდებით, რაღაცნაირად თქვენც გაცივდით. თითქოს გულს და ემოციას აღარ უჩვენებთ ამ ადამიანს და თქვენც ჩაიკეტეთ. შეიძლება მის ახლობლებს, ან ოჯახის წევრებს არ მოწონდეთ, ან მის სამეგობროს რაღაც, ანუ აი რაღაცა არის ისეთი, რის გამოც ეს ადამიანი ფიქრობს, რომ თქვენი ერთად ყოფნა იქნება რთული. შეიძლება განსხვავებული რელიგიები გქონდეთ, ან განსხვავებული წარმომავლობა, ასაკი, რაღაც თქვენ შორის დიდი ასაკობრივი სხვაობა. ხო, არის რაღაცეები, იცით, რის გამოც ეს ადამიანი ბრკოლდება თქვენამდე მოსასვლელად და აი მით უმეტეს რომ ხედავს თქვენს ჩაიკეტეთ თქვენს თავში და აგრძელებთ თქვენთვის შვიდას წყნარად ცხოვრებას მის გარეშე, ეს ფაქტი კიდევ უფრო უკანხევს, იმიტომ რომ ადამიანს გონია, რომ არასასურველია, რომ აღარ გჭირდებათ, არ გაინტერესებთ და ასე შემდეგ, მაგრამ იმას კი ვეღარ იაზრებს, რატო იქცევით თქვენ ასე გონია, რომ უბრალოდ ის აღარ გინდათ, აღარ გაინტერესებთ და ასე შემდეგ. კიდევ რა ხდება? ემოციებით შემოძვირფასებო, სიყვარული აქვს. და არა მარტო სიყვარული, მხლავნება, მიზიდულობა. ძალიან, მაგრამ აი შინაგანად აი ყველაფერს ესე იჭერს, ესე ბოჭავს და არ აძლევს ამ ყველაფერს გამოხატვის უფლებას, თავის თავს ვერ. და სხვათა შორის ისე ძალიან დაფიქრებული, შეიძლება ესეთი ნაკითხით სხვათა შორის მოაზროვნე ადამიანი. ახლა ესე კითხვა შეიძლება ბევრს უყვარდეს, მაგრამ მოაზროვნე ადამიანი და ცოტა ჩაკეტილი ინტროვერტი ბუნების. ანუ რა ხდება ის, რომ ორივეს გაქვთ ერთმანეთის მიმართ ემოციები, მაგრამ აღარც ერთი არ დგავთ ნაბიჯებს. თქვენი მხრიდან იყო ნამდვილად მზაობა იმისა, რომ ამ ურთიერთობაში რაღაც ფორმა მიგეცათ ამ ურთიერთობისთვის, რაღაცა მეტი მზრუნველობა, ემოციების და სიყვარულის გამოხატვა ყოფილიყო. თქვენი მხრიდან მართლა იყო მზაობა საწყის ეტაპზე და რატო ვერ გავაჩერეს კამერა? თუ თავიდან ხო თქვენც ესე იყავით განწყობილი, მაგრამ
საბოლოოდ თქვენს თითქოს აღარ აძლევთ თქვენ თავს აი ამ ემოციების გამოხატვის უფლებას, იმიტომ რომ აი თქვენს რაღაც თავმოყარებაზე მოქმედებს და ფიქრობთ, რომ რა მაგაცო ხა ამის შესახვეწი რაღაც გადამაყოლა ბოლო, აი რაღაცა ესეთი განცდა გაქვთ, რომ აი არ შეეხვეწებით თითქოს რა. ხო, რაღაცა ის სიამაყეზე მოქმედებს უფრო თქვენ შემთხვევაში, თქვენს თავმოყარებაზე, იმიტომ რომ ფიქრობთ, რომ აი რატო უნდა ეხვეწოთ, ხო? აი ეგეთი განცდა გაქვთ. რა იქნება თქვენს შორის? მით ახლა 19-ს გავწევ კიდე უფრო გვერდით, რომ აქ რა იქნება თქვენს შორის? ის იქნება, რომ ამ ურთიერთობაში ქალბატონი, რომელიც ხართ ან არის, ეს ქალბატონი გააგრძელებს თავის ცხოვრებას ძალიან მშვიდად და წყნარად, მაგრამ ეს კაცი ამ ურთიერთობაში მამაკაცი იქნება უფრო აი დასტრესილიც, უფრო გულნატკენიც, მაგრამ იცი რა, ეს თავისი არჩევანია. მისი ქცევის შედეგია. და უფრო იმით ჩავიძიოთ, სანამ დიაგნოზს დავსვათ, რა იქნება თქვენს შორის, ან თუ იქნება საერთოდ რამე. არა, ვერ მოგეტყუებთ ჩემო ლამაზებო და ჩემო ძვირფასებო, ვერ დაგპირდებით. ვერაფერიც ვერ იქნება, რას უხმლები. გაანულებთ ამ ურთიერთობას. აი თითქოს თქვენი თავის ფასს უფრო მეტად ისწავლით, უფრო მეტად დაინახავთ იმას, თუ თქვენ ვინ ხართ, რამდენი ადამიანისთვის სასურველი ხართ და აი რაღაც ეგ მომენტი გექნებათ, რომ აი ამდენი ადამიანია ჩემს გარშემო, ამდენ ადამიანს მოვწონ ვარ, ყურადღებას გამოხატავენ, რაღაცა იცდილობენ ჩემამდე მოსვლას და მე კიდევ ვდგავარ და ამას ვუყურებ და ველოდები, რატო? აი ესეთი მომენტი გექნებათ და საერთოდ გაეშვებით რა. საერთოდ დატოვებთ წარსულში. და თქვენ გააგრძელებთ თქვენს ცხოვრებას. ეს ადამიანი ეს ადამიანი ფიქრობს იმას, რომ მისი ცხოვრების ნათელი წერტილი ხართ, რომ მის ცხოვრებაში სინათლე, სიხალისე, სიკეთის კეთების სურვილი, აი თითქოს თქვენი არსებობით ამ ადამიანში აღვიძებთ ადამიანურ მხარეს, კეთილშობილურ მხარეს. ხო. მაგრამ ნუ აი არის რა. რაღაცები, რასაც ვერ გადააბიჯა ვერასდროს და ნუ აი რა წახვალთ უბრალოდ სო დაიშლებით და ანუ ეგ გააზრება ექნება ნამდვილად, რომ მე რო წახვედით, თქვენ შეიცვალეთ, უკეთესი გახდით და რო აღარ მიიღებთ მას რა, მაგასაც ძალიან კარგად გაიაზრებს. თუმცა თვითონაც შეიძლება განვითარდეს და მისი ცხოვრებაც დაიხვეწოს, უფრო უკეთეს საფეხურზე გადავიდეს ცხოვრებისეულად, კარიერის მხრივ, ხო? მაგრამ იაზრებს იმას, რომ თქვენ იმდენად კარგად ხართ და კარგად იქნებით, რომ მისი ადგილი უბრალოდ აღარ იქნება თქვენს ცხოვრებაში და შინაგანათაც აქ ადამიანს იმის განცდა, რომ აი მე რაღაცში ვჭირდები. აი შეიძლება ესეთ რაღაცას ფიქრობდეს და ადამიანი აზრებს იმას, რომ იმ ზომამდე მიგიყვანათ, რომ თქვენ მას აღარ მიიღებთ. აი ეგ არის. ძალიან სამწუხარო, რაღაცა ესეთი ცოტა დრამატული გაშლა გამოვიდა, მაგრამ ხდება ხოლმე. რას ვიზავთ, სხვა ბევრად უკეთესი გამოჩნდება. კი. მაგრამ ძალიან დიდი მიჯაჭვულობა აქვს ამ ადამიანს, დამოკიდებულება თქვენთან მიმართებაში არის ესეთი ჩაციკულია თქვენზე, მაგრამ ნუ რაღაც ვიზავთ, ეხლა თვითონ თუ ვერ გადაახტება თავის თავს და თავის აი ამ შიშებს თუ კომპლექსებს,
თქვენ ფიზიკურად ვერაფერს ვერ იზავთ. აი რა უნდა გააკეთოთ ახლა მის ნაცვლად? ვერაფერს ვერ იზავთ. ამიტომ ტყუილად არც გამოეკიდოთ, არც რაღაც მოლოდინები არ შეიქმნათ ამ ადამიანის დაბრუნების ან გამოსწორების თუ რაღაც არა. არაფერი აქ. თუ ეს ნამდვილად თქვენს სიტუაციას აღწერდა და თუ ნამდვილად თქვენი იყო გაშლა აქ ამ ადამიანთან, უნდა დაასრულოთ. კი. და თქვენ თვითონაც მიხვალთ მაგ გაცნობიერებამდე და გაშლაშიც ხო იყო და მოგახსენეთ კიდევაც, რომ თქვენ თვითონვე მიხვალთ მაგ ეტაპებამდე. ჩემო ძვირფასებო, მე გელოდებით კომენტარებში, ლაიქებში და პირადი კონსულტაცია ვისაც გსურთ ნომერზე 511-91-78 WhatsApp-ში, Viber-ში ან Telegram-ში დროებით გემშვიდობებით.